თუმცა შეგახსენებთ თქვენი ქვეყნის ისტორიიდან იმას, თუ რა უქნეს სპარსებმა ქართველებს და ქართველთა აჯანყების შემდეგ როგორ ბრძანა სპარსეთის შაჰმა. მომიტანეთ ქართველთა 80,000 თვალი და მას მიართვეს თვალები, რომლებიც ქართველებს ცოცხლად ამოგლიჯეს, ვიდრე დახოცავდნენ. შაჰის წინ ლანგარზე იწყო დახვევებული ქართველთა თვალები. მან კი ისინი სათითაოდ გადასინჯა და გადათვალა. ესაა კავკასია. მას უმძიმესი ისტორია აქვს. ამის შემდეგ ქართველები თითქმის აღგვილნი აღმოჩნდნენ მიწისაგან პირისა და მხოლოდ რუსეთის ხელისუფლების ქვეშ აღდგა ქართული პოპულაცია. მხოლოდ რუსეთის წყალობით არსებობს დღეს ქართველი ხალხი, რომ არა რუსეთი. მეზობლები მას მოსპობდნენ. თუმცა იგივეა ჩვენთანაც. სამყარო ასეა მოწყობილი, ამიტომ საქართველომ უნდა გამოიტანოს დასკვნა. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცვას თქვენი ჭეშმარიტი ეროვნული უფლებები. ნუ გაყიდით მას და ნუ რასდროს უღალატებთ მეგობრებს. მათ ვინც მთელი ისტორიის მანძილზე დაამტკიცა, რომ ისინი თქვენი ჭეშმარიტი მეგობრები არიან და მზად არიან დაგეხმარონ და დაგიცვან. სამწუხაროდ ჩვენში ბევრს დავიწყდა, რომ საქართველო დღეს რუსეთის წყალობით არსებობს, რომ არა რუსეთი. ვერ დავებრუნებდით აჭარას, გურიას, ჯავახეთს. საქართველო საერთოდ არ იარსებებდა, რომ არა რუსეთი. არც მართლმადიდებლობა იარსებებდა მსოფლიოში. დამეთანხმებით, შემოწრწუნებელია რომის პაპის განცხადებები LGBT თემთან დაკავშირებით, როდესაც ის ამ ფასეულობებისადმი შემწყნარებლობისაკენ მოგვიწოდებს. ბევრ ქვეყანაში არიციანი იმ როლის შესახებ, რაც რუსეთმა ითამაშა, იგივე სომხეთის თუ ყაზახეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინის ისტორიაში. მაგალითად, საქართველოში არ არსებობს წიგნი თუ დოკუმენტური ფილმი, რომელიც იმის შესახებ მოგვითხრობს, რაც რუსეთმა საქართველოსთვის გააკეთა. არამც თუ ეს არიციან, არამედ არც ის თუ რა შესძინეს ქართველებმა რუსეთს. როგორია ქართველთა როლი რუსეთის ისტორიაში, რუსეთის კულტურაში, რუსეთის მეცნიერებაში, რუსეთის მედიცინაში. მე ეს ჯერ კიდევ მახსოვს. რამდენმა იცის დღეს საქართველოში ის თუ ვინ იყო ბაგრატიონი, რამდენმა იცის რომ მთელი ქართული არისტოკრატია, რუსული არისტოკრატიის განუყოფელი და პატივცემული ნაწილი გახლდათ. ყველა ქართველ თავადს ისეთივე რანგი ეკავა, როგორც რუს თავადაზნაურობას. როგორი პატივისცემა იყო საქართველოს მიმართ. მხოლოდ რუსეთს როდი აქვს ამაგი საქართველოზე, არამედ საქართველომაც მისცა რუსეთს იმდენი, რამდენიც შეეძლო. შეუძლებელია ამოვშალოთ დიდი რუსეთის ისტორიიდან კავკასიის ამ მცირერიცხოვანი ერის როლი. ეს ეხება რუსეთის კულტურას, მას მერე რაც საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა და ეს ეხება საბჭოთა კავშირსაც. კვლავაც და კვლავაც ვიმეორებ, რომ აღარაფერი ვთქვათ სტალინზე, მაგრამ სწორედ ამიტომაც სურთ ამ ყველაფრის ამოშლა. ამოძირკვა, რადგან სტალინზე უკეთ ვერავინ და ვერაფერი ახასიათებს ქართველ და რუს ხალხებს შორის კავშირს. მახსოვს სტალინის გამოსვლები, მას ახლაც უსმენ. საუბრისას მისი ქართული აქცენტი. ამას ყველანი ბუნებრივად აღვქვამდით, მაგრამ სტალინის გარდა საბჭოთა კავშირს სხვა ქართველი ხელისუფალნიც ყავდა, თუნდაც ორჯონიკიძე. მათი სია უსასრულოა. ვის უნდა უმადლოდეს საბჭოთა კავშირი და დღევანდელი რუსეთი თავის არსებობას. Сегодня существует.